დილა მშვიდობის დაიწყო ახალი სამუშაო კვირა და გაცემა დღის ნიუსრუმი უბრუნდება პირდაპირ ეთერს. მე ლელა ბაღდავაძე ვარ. დღევანდელ გაცემას კი დავუთმოთ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოსაც. უკრაინა რუსეთს შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებები, ტრამპის პოლიტიკა ევროპის, უშუალოდ გრენლანდიის, სამხრეთ კავკასიის, იქით ირანის მიმართ, მოკლედ ბევრი რამ ხდება მსოფლიო პოლიტიკაში, რაც ყურადღების ცენტრშია, ამიტომ დღეს დავიწყებთ სწორედ ამით. ვალერი ჩეჩელაშვილი იქნება ჩვენი პირველი სტუმარი და ის უკვე ნიუსრუმში იმყოფება, თუმცა ვიდრე დიპლომატი შემოგვერდება, გადავხედოთ ბოლოს სიახლეებს. პარლამენტში ფრაქცია ქართული ოცნების საკანონმდებლო პაკეტის განხილვა იწყება, რომლის ამოცანა პარტიულ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით ახალი შეზღუდვების დაწესებაა. გრანტების შესახებ, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონებსა და კიდევ 5 კანონში დაგეგმილ ცვლილებებს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პირველი მოსმენით განიხილავს. სავარაუდოდ პირველი მოსმენით ცვლილებებს 3-4 თებერვლის პლენარულ სხდომაზე გაიტანენ. დღეიდან პარლამენტში ფასების დარეგულირების საკითხზე მსჯელობა იწყება. საკითხის შემსწავლელი დროებითი კომისიის შექმნის საკითხი ბიუროზე დარეგისტრირდება. დამტკიცდება კომისიის შემადგენლობას. სავარაუდოდ მიმდინარე კვირასვე უნდა შედგეს კომისიის პირველი სხდომა. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე იერუსალიმის ებრაულ უნივერსიტეტს ეწვია სასწავლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ადმინისტრაციასა და აკადემიურ პერსონალს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ისრაელის ებრაულ უნივერსიტეტში ქართველ ფილოლოგიის ცენტრის დაარსების მიმართულებით სამომავლო გეგმები განეხილეს. მაშასე კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ეს არის დღის ნიუსრუმი და წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს, დიპლომატი ვალერი ჩეჩელაშვილი იმყოფება ჩვენთან ერთად. გამარჯობა ბატონ ვალერი და მშვიდობის. ბატონ ვალერი, მოდით დღეს გლობალური პოლიტიკით დავიწყოთ. პირველ რიგში კი უკრაინა რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესი, როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი წერს სოციალურ ქსელ X-ზე, უკრაინას რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მორიგი სამხრივი შეხვედრები 4 და 5 თებერვალს გაიმართება აბუ-დაბიში და უთხრათ მაყურებლებს ისიც, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში ასეთი სამხრივი მოლაპარაკებები 23-24 იანვარსაც შედგა. ეხლა საკმაოდ ბევრი შეხვედრა გამოდის გამართული დღეის მდგომარეობით, ხო? პროგრესი თუ ჩანს ამ პროცესში, ეს გითხარით და პირადად თქვენი დაკვირვებით, თუნდაც ნელ-ნელა და ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ რამდენად მიდის პროცესი ომის დასრულებისკენ? ჩვენ ახლა გარედან ვაფასებთ ამ ვითარებას, ამიტომ რთულია თქმა თუ რა პროგრესი და რა მიმართულებით ვითარდება, მაგრამ ერთია ცხადი, რომ ორივე მხარე, უბრალოდ სამივე მხარე თანხმდება მორიგ ჯერზე, ასე ვთქვათ, მოლაპარაკებების გაგრძელებას. ეს იმას ნიშნავს, პირველი, რომ რჩება რაღაც მოუწესრიგებელი საკითხები და მეორე, ყველას აქვს იმედი, რომ ეს საკითხები შემდგომი მოლაპარაკების დროს მოგვარდება. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჩდება რაღაც, ასე ვთქვათ, რაღაც ოპტიმიზმის საფუძვლები, ასე ვთქვათ, თავშეკავებული ოპტიმიზმის საფუძვლები იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება ეს გარიგება მოხდეს და ყველაზე მეტად, რაც უწყობს ამას ხელს, არის ის, რომ რუსეთი უფრო და უფრო, ასე ვთქვათ, ეჯახება ძალიან რთულ პრობლემებს საკუთრივ რუსეთის ფედერაციაში, გულისხმობ ფინანსურ, ბიუჯეტურ, ეკონომიკურ, სტრუქტურულ კრიზისს და ასე შემდეგ, რეცესიაშია ეკონომიკა, ამიტომ რა თქმა უნდა, ვიდრე ეს პროცესები თავს იჩენს რაღაც სოციალურ რაღაც მოძრაობებში და ასე შემდეგ რუსეთის შიგნით, პუტინს უღირს ნამდვილად ამ ხელშეკრულების გაფორმება უკრაინასთან და თუმცა რუსეთის რიტორიკაში არ შეინიშნება რაიმე ტიპის ცვლილება, პირიქით, აი კიდევ ერთხელ 2 დღეში, 4-ში აბუ-დაბიში მორიგი სამხრივი შეხვედრა უნდა გაიმართოს და ამ აუდიენციამდე 2 დღით ადრე, ეგერ დიმიტრი მედვედევის განცხადებას ვისმენთ, სურს რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებს რაც შეიძლება მალე მივახციოთ და სხვათა შორის მედვედევი ამბობს იმასაც, რომ რუსეთის მოახლოებული გამარჯვება რამდენიმე პარამეტრით ჩანს და არის გამოკვეთილი. აი მოლაპარაკებების ფონზე მედვედევის ეს განცხადება, არ ვიცი, როგორ უნდა გავიგოთ, რა მესიჯად უნდა შეფასდეს. აი ის რომ მედვედევი რუსეთის მოახლოებულ გამარჯვებაზე საუბრობს, ხომ არ ნიშნავს, რომ იგივე ტერიტორიებთან დაკავშირებულ საკითხში უკრაინას შესაძლოა იმაზე მეტის დათმობა მოუწიოს, ვიდრე არაფერი ახალი მედვედევის სამართლიანად გადაწყვეტა. მედვედევის განცხადებაში არ არის, სხვაგვარად ვერც ისაუბრებენ.
მაგრამ თუ ასე დარწმუნებულები არიან საკუთარ თავში, ჯერ ერთი სად არიან ამ 4 წლის განმავლობაში, გადახედონ რუკას, რას მიაღწიეს ამ ეგრეთ წოდებული სპეციალური სამხედრო ოპერაციის განხორციელებით და მეორე რატო აწარმოებენ საერთოდ მაშინ სამშვიდობო მოლაპარაკებებს თუ ასე დარწმუნებულები არიან საკუთარ გამარჯვებაში. ამიტომ მედვედევი ამბობს იმას, რასაც ამბობს, ხლა გასაგებია რომ ჩვენ აი ბევრ ჯერზე იქნება ეს მედვედევი, პუტინი თუ გერასიმოვი, იქნება ეს კუპიანსკის დაკავება თუ შეტევა პუტინის რეზიდენციაზე, მივეჩვიეთ იმას, რომ ტყუილებს ვისმენთ მოსკოვიდან, მაგრამ ერთია განცხადებები, მეორეა ფაქტები და ციფრები. და ფაქტები და ციფრები იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთი ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშე დგას. ზუსტად ამიტომ ცდილობს, რომ საკუთარი, ასე ვთქვათ, პოზიციები ახლა გაამყაროს დიპლომატიურ ფრონტზე და მიაღწიოს რაიმე შეთანხმებას, რომელსაც ერთის მხრივ გაყიდის შიგნით რუსეთში როგორც უპირობო გამარჯვებას და მეორეს მხრივ აიცილებს ამით ეკონომიკურ და ბიუჯეტურ ფინანსურ შემდგომ პრობლემებს, რომელიც ძალიან სახიფათო ხდება რუსეთისთვის. ბატონ ვალერ, ახლა ვხედავთ, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესს და აი ამ პროცესის ფონზე რუსეთი უკრაინის მისამართით განაგრძობს აგრესიას და აი მედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ამჯერად უკვე რუსულმა დრონმა ავტობუსი დაბომბა, რის შედეგადაც 16 ადამიანია დაღუპული. დღეს დილით ზელენსკის პოსტი დაგხვდა, რომელიც მომხდარს დანაშაულად აფასებს, რომელიც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ესკალაციაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. ბოროტება უნდა შეჩერდეს, აცხადებს ზელენსკი, რომელიც ამავე დროს შეერთებულ შტატებსაც მიმართავს ველით, რომ ამერიკული მხარე აქტიური იქნება, განსაკუთრებით დეესკალაციის ზომების დარტყმების შემცირების კუთხით. ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რას მიაღწევს შეერთებული შტატები, რათა ხალხი ენდოს როგორც პროცესს, ასევე შედეგებს ამბობს უკრაინის პრეზიდენტი. აი, მოლაპარაკებების მორი გრაუნდამდე მაღაროელებით სავსე ავტობუსის დაბომბვით, რას ეუბნება რუსეთი, არა ვთქვათ უკრაინას, არამედ აი პერსონალურად დონალდ ტრამპს და ამერიკის შეერთებულ შტატებს. ხო, ეს 16 მაღაროელი, რა თქმა უნდა, ჩვენი თანაგზნობა ჩვენ უკრაინელ მეგობრებს ამასთან დაკავშირებით ბარბაროსული შეტევა, რომელიც ჩვენ არაერთჯერზე ვიხილეთ უკვე ამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, მაგრამ აი ახლა მე იმისთანაც შთაბეჭდილება მექნება, რომ ახლა ჩვენ უახლოვდებით რაღაც აი გადამწყვეტ ფაზას, რომლისთვისაც რუსეთი პრაქტიკულად უკვე იყენებს ყველა სახის შესაძლებლობას, რაც მათ ხელს გააჩნიათ. იქნება ეს რაღაც ასეთი ბარბაროსული შეტევები ენერგეტიკაზე, ხალხზე, რამოდენიმე დღის წინ, ასე ვთქვათ, დაბომბეს რკინიგზის შემადგენლობა, ანუ მატარებელი. ეხლა ეს ავტობუსი 16 მაღაროელით, ანუ ყველა ძალებს იკრებს საიმისოდ, რომ აი ესეთი მოახდინოს წნეხი, ასე ვთქვათ, თვითონ მოლაპარაკების მაგიდასთან და მიაღწიოს იმ შედეგს, რომელიც ამ ეტაპისთვის მისთვის ჩანს, ასე ვთქვათ, ყველაზე ხელსაყრელი, იმიტომ რომ ნებისმიერი ომი მთავრდება, შეიძლება დამთავრდეს ან ერთი მხარის კაპიტულაციით, ან მეორე მხარის კაპიტულაციით, ან რაღაც სამშვიდობო შეთანხმებით, ხო? ჩვენ უკრაინის კაპიტულაცია არ მოხდება, საფრთხოდ რუსეთის კაპიტულაციას ამ ეტაპზე ვერ ვიხილავთ. როგორც ჩანს, შესაბამისად, ეს შესაძლებლობა, ეს სამშვიდობო გარიგება ხდება და უფრო და უფრო რეალისტური იმ სირთულეების გათვალისწინებით, მათ შორის, რაც წინ უდგას რუსეთს დღეს. ბატონ ვალერ, უშუალოდ ტრამპი პუტინის ურთიერთობების კონტექსტშიც მინდა ერთი კითხვა დაგისვათ, მით უფრო რომ აგერ მედიაში გავრცელდა რამდენიმე დღის წინ ინფორმაცია, რომ თეთრი სახლის ერთ-ერთ დერეფანში პუტინთან ტრამპი პუტინის ერთობლივი ფოტო ჩამოიკიდა, რომელიც ალასკას სამიტის დროს არის გადაღებული. ამ ფაქტის გამო კი ამერიკის ხელისუფლების და პერსონალურად დონალდ ტრამპის მიმართ მორიგი კრიტიკული განცხადებები ისმის ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან. მოისმენდით გასულ კვირას ტრამპი არაერთმა ევროპელმა ლიდერმა გააკრიტიკა, რომელთა შორისაც აი მაგალითად ერთ-ერთი გამოხმაურება ასეთია, თუ ეს მართალია, მაშინ სამართლიან და მდგრად მშვიდობას მოცდა მოუწევს სამწუხაროდ, ასე ფიქრობენ ევროპელი პოლიტიკოსები. აი თქვენ რას გეუბნებათ?
ტრამპი პუტინის ერთობლივი ფოტო და აი თეთრი სახლის ერთ-ერთ დერეფანში ასეთი ფოტოს გამოფენა მართლაც შეშფოთების საგანი უნდა იყოს თუ ეს შეიძლება იყოს მხოლოდ რაღაცა დიპლომატიური პროტოკოლის ნაწილი და შესაბამისად ამაზე ასეთი ნებათა ღელვის ატეხვა მაინდა-მაინც სწორი არ არის. ხო, ეხლა საერთოდ ტრამპი და მისი ემოციური ხასიათი, ასე თქვა და მისი არა ყოველთვის თანმიმდევრული ქმედებები ჩვენ ამას ვადევნებთ ვაკურს, მაგრამ ეს არანაირი პროტოკოლი არ არის. მე ამაში ვხედავ იმას, რომ ტრამპი ცდილობს, რომ შემდგომშიც გახდეს ერთადერთი შესაძლო დასაყრდენი წერტილი პუტინისთვის. და შესაბამისად ეს აიძულებს პუტინს, რომ ზუსტად რომ ტრამპს და მის პოზიციას გაუწიოს პოლიტიკური მესიჯის მატარებელია ჟესტი ტრამპის პუტინის ერთობლივი ფოტოს გამოფენა. ისეთი ჟესტია, რომ ხომ ხედავ რაც არ ხდება, მაინც მე ვარ ადამიანი, რომელიც შენ გელაპარაკები და ვარ პრაქტიკულად ერთადერთი, იმიტომ რომ დანარჩენი ასე თქვა ცივილიზებული სამყაროდან რო ავიღოთ არავინ არ ელაპარაკება, ეხლა მხოლოდ დაიწყო ასე თქვა ევროკავშირმა იმაზე საუბარი, რომ სპეციალური წარმომადგენელი უნდა გამოყოთ ამისთვისო. მაგრამ ამასთან ერთად მე ვფიქრობ, რომ ტრამპი უფრო და უფრო წმუნდება იმაში, რომ პუტინი მას ატყვილებს. და ყველაზე მეტად ეს გამოჩნდა აი მაშინ, როდესაც პუტინმა დაურეკა სპეციალურად და შესჩივლა მას, რომ აი ვალდაის ჩემ რეზიდენციაზე მოხდა მასიური შეტევა უკრაინული დრონების და ასე შემდეგ, რაც გააცალმტვერა თვითონ ამერიკის შეერთებული შტატების სადაზვერო სამსახურებმა. ეხლა, როდესაც ადამიანი შენ 40 წუთის განმავლობაში ცდილობს დაგარწმუნოს აბსოლუტურ ტყუილში და შემდეგ ამაში ამხელენ შენი სპეცსამსახურები, არ შეიძლება ეს გახდეს, ასე ვთქვათ, ნდობის საფუძველი შენი იმ პარტნიორის ან ოპონენტის მიმართ, მაგრამ ეს სურათს მე ვხედავ აი იმ გზავნილს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ხომ ხედავ მე შენთან ვლაპარაკობ და შეგიძლია მე დამეყრდნო იმისთვის, რომ რაღაც ხელშეკრულებაზე ჩვენ გავიდეთ. რატომ? იმიტომ რომ ტრამპსაც ძალიან ჭირდება ეს ხელშეკრულება. მოახლოებული ნოემბერში არჩევნების გათვალისწინებით მით უმეტეს. კი ბატონო. ბატონო ვალერ, გლობალური მნიშვნელობის კიდევ რამდენიმე საკითხს გადავალოთ თვალი და ახლა ცოტა დრო გრენლანდიასაც დაუთმოთ. აი თვითონ ტრამპი ამბობს, რომ გრენლანდიასთან დაკავშირებით შეთანხმება ფაქტობრივად მიღწეულია, თუმცა ევროპაში დისკუსიის საგანია, შეუძლია თუ არა ევროპას თავდაცვა მარტო ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე. ამ კუთხით სხვათა შორის გასულ კვირას მარკ რუტეს პოზიცია იყო შეფასების საგანი. მან ასე მიმართა ევროპელ ლიდერებს, თუ ვინმე ფიქრობს, რომ ევროპასთან ევროკავშირს ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე საკუთარი თავის დაცვა შეუძლია, ოცნება გააგრძელეთო, მოკლედ საკმაოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კრიტიკული მესიჯი გაუგზავნა ნატოს გენერალურმა მდივანმა. ხისტი თუ არა კრიტიკული? ბატონო, ევროპელ პოლიტიკოსებს. აი თქვენ რას ფიქრობთ დავაზე, უნდა იყოს თუ არა გრენლანდიაში ამერიკა და მეორე მხრივ საკითხზე შეუძლია თუ არა ევროპას თავდაცვა დამოუკიდებლად შტატების გარეშე. ხო, უშუალოდ გრენლანდიასთან მიმართებაში, როგორც ვიგებთ, აი შემუშავებული ჩარჩო შეთანხმებით კუნძულზე ისრაელის მსგავსი ოქროს გუმბათის განთავსება უნდა მოხდეს შტატების მხრიდან, ხო? აი ასეთი გუმბათის საჭიროებას თუ ხედავთ და რეალურად მართლაც შეერთებული შტატები ხომ არ იცავს ევროპასაც მათ შორის გრენლანდიის რაღაცა საკითხზე მისი ამბიციების გათვალისწინებით და არა მხოლოდ თქვათ შტატების ინტერესებს. ნუ პირველი შეერთებული შტატები უკვე ძალიან სერიოზულად არის წარმოდგენილი გრენლანდიაში. და ის რომ შეერთებული შტატები არის წარმოდგენილი გრენლანდიაში სამხედრო ბაზების მეშვეობით არის არა მხოლოდ ამერიკელების, არამედ ევროპელების ინტერესებშიც. მეორე, ჩვენ არაერთხელ გვითქვია, რომ გამოვრიცხავთ იმ თავითვე რაიმე სახის სამხედრო ოპერაციას გრენლანდიაში, ეს აბსოლუტურად შეუძლებელია. იქიდან გამომდინარე, რომ საერთოდ ეს სამართლებრივი, ასე ვთქვათ, მექანიზმები და სამართლებრივი სივრცე ამერიკის შეერთებული შტატების ისეა მოწყობილი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ამის უფლება არ აქვს და კონგრესი და სენატი ამის უფლებას ვერანაირად ვერ მისცემს. ეს რამოდენიმე ჯერზე გაჟღერდა
ძალიან მკაფიოდ და არც მოსახლეობა არ უჭერს ამას მხარს. დაახლოებით 85% გამოკითხულების ამის წინააღმდეგია. ეხლა რაც შეეხება გარიგებას, ეს გარიგება შედგება და მე ვფიქრობ ეს არის ძალიან კარგი. ეხლა ოქროს გუმბათის რაღაც კომპონენტები იქ თუ განთავსდება, ეს იქნება ანუ გახდის ამ ოქროს გუმბათის კონცეფციას გაცილებით უფრო ეფექტურს და პირველ რიგში ეს არის რა თქმა უნდა არა ევროპისთვის გასაკეთებელი, ალბათ ამერიკის შეერთებული საერთოდ ამერიკის შეერთებული ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტისთვის, ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა ამ შემთხვევაში და მეტადრე ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვინაიდან თებერვალში იწურება ვადა სტრატეგიული შეიარაღებების ხელშეკრულებებს, რომელიც თავის დროზე კიდევ საბჭოთა კავშირმა დადო ამერიკის შეერთებულ შტატებთან და მერე გავრცელდა ეს გაგრძელდა რუსეთს და ამერიკელებს შორის. ეხლა ის რომ ამერიკელები ამაზე თავს არ იწუხებენ, სრულებით გასაგებია, ვინაიდან ტექნოლოგიურად, ასე ვთქვათ, ეკონომიკური, ფინანსური ძალიან ძვირად ღირებული სიამოვნებაა, ხო? გაცილებით უფრო მეტი რესურსი აქვს ამერიკას. შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახლანდელი სამხედრო ბიუჯეტი წლევანდელი არის 900 მილიარდი ამერიკული დოლარი და რუსეთის მხოლოდ 160-170, ხო, ეს თავისთავად მეტყველებს უკვე ბევრ რამეს და მომავალ წელს 1.5 ტრილიონი გახდება ამერიკის სამხედრო ბიუჯეტი. ამიტომ ოქროს გუმბათი, შესაბამისი ტექნოლოგიური და სარაკეტო სისტემების გაძლიერება და ბირთვული იარაღის, ასე ვთქვათ, დახვეწა, ეს ყველაფერი შეუძლია დღეს ამერიკას და არა რუსეთს. მთლიანი გრენლანდია ვერ მიაქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს, თუმცა როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ამას აი ამ მთლიანი გრენლანდიის დათმობას რეალურად არ ცელოდებოდა ამერიკის პრეზიდენტი და მეტიც მათ შორის უცხოელი ანალიტიკოსების პოზიციაა, რომ ტრამპის ხელწერა მოითხოვოს მეტი იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში მიიღოს ის რისი, რაც რეალურად უნდა. როგორც ჩანს, ამასთან ჰქონდა საქმე. მინდა რომ აღწეროთ ტრამპი როგორც არა პოლიტიკოსი, არამედ ვაჭრობაში აი საკმაოდ გაწაფული, ასე ვთქვათ, ფიგურა მისი ხელწერითა და ვაჭრობის მეთოდებით. ნუ ის რომ მაგან პრეზიდენტმა ტრამპმა რაღაც ახალი მიდგომები შემოიტანა, ასე ვთქვათ, დიპლომატიაში, ეს ამას ყველა ვხედავთ. არ ერიდება არაფერს პრაქტიკულად. ნუ ის რომ მაგალითად თავის თავარი არაღათ აქცია ტარიფები, ეს არის არ არის თანხმედრაში საერთაშორისო თამაშის წესებთან, იმიტომ რომ ამისთვის არის მთელი საერთაშორისო ვაჭრობის ორგანიზაცია, უდიდესი თავისი მექანიზმებით, თავისი, ასე ვთქვათ, თამაშის წესებით, ჩამოყალიბებით, არბიტრაჟის სისტემით და ასე შემდეგ. არანაირი ყურადღებას ამას ტრამპი არ აქცევს, ასე ვთქვათ, რასაც თვლით საჭიროდ იმას აკეთებს. რა თქმა უნდა, ამან შეცვალა თამაშის წესები, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ძირითად შემთხვევებში, ასე ვთქვათ, ტრამპი აღწევს თავის შედეგს. ხომ, ანუ ითხოვს მაქსიმუმს და შემდეგ იღებს იმ შედეგს, რაც თulis თვითონ, რომ კარგი ამერიკის, ახლა რამდენად ეს არის კარგი გრძელვადიან პერსპექტივაში, ახლა მოკლევადიან და საშუალოვადიან პერსპექტივაში ამან შეიძლება გამოიღოს უშუალოდ ამერიკელებისთვის რაღაც სასიკეთო შედეგები, მაგრამ რამდენად კარგია ეს გრძელვადიანი პერსპექტივის გათვალისწინებით, ეს რა თქმა უნდა საკითხავია, იმიტომ რომ ეხლა თუ წესრიგი, ასე ვთქვათ, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო თამაშის წესები იცვლება, ხო? ერთი გლობალური მოთამაშის შეხედულებისამებრ, ეს მაინც კარგი არ არის და შეიძლება ასე ვთქვათ, უკვე ეფექტი მოახდინოს რაღაც გარკვეული პერიოდის შემდეგ თვითონ შეერთებულ შტატებზე, მაგრამ ადოვალერ ერთი კითხვა ამერიკა-ირანის ურთიერთობაზეც მინდა დავსვა, მithbro რომ ახალი განცხადებები კეთდება ამ შემთხვევაშიც ორივე ქვეყნიდან. ერთი მხრივ დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ირანი შტატებთან სერიოზულ მოლაპარაკებებს აწარმოებს, მეორე მხრივ კი ტრამპის ამ განცხადებას ირანში ადასტურებენ. ახლა მაყურებლებს რომ გავახსენოთ, ამერიკის შეერთებული შტატები ირანისგან მოითხოვს ამერიკასთან ახალი შეთანხმების დადებას, რომელთაც თეირანი ურანის გამდიდრებას ვეღარ შეძლებს. ხო, ვიცით რომ გასული წლის ზაფხულში ირანმა ერთხელ უკვე უარი თქვა ტრამპის ამ მოთხოვნის შესრულებაზე და არ ვიცი, ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვაც ახსოვს ამის საპასუხოდ საზოგადოებას. როგორ ფიქრობთ, ახლა რა შედეგით დასრულდება კიდევ ერთი მცდელობა მოლაპარაკებებს? ხო, ნუ აი ეხლა ესეც იმის დასტურია, რომ ტრამპი
მაქსიმუმს ითხოვს და მინიმუმს ნამდვილად იღებს. ხო, იმიტომ რომ შარშან სწორედ ბრძანეთ რომ ამ ბირთვულ შეთანხმებაზე ვარი თქვა ირანმა და შესაბამისად მე მოხდა ივნისის 12 დღიანი შეტევა ირანზე. ეხლა ეს მოთხოვნა არ არის მხოლოდ ბირთვული იარაღის შეზღუდვები. ეს არის სამი კომპონენტიდან შემდგარი მოთხოვნები. ერთი არის ბირთვული იარაღის აგზალვა და დახურვა ბირთვული პროგრამის, სამხედრო პროგრამის იგულისხმება, მეორეს ბალისტიკური რაკეტების პროგრამის დახურვა, ანუ მისი შეზღუდვა, მათ შორის ასე ვთქვათ, ის წლომის მანძილის და ასე შემდეგ და მესამე აგზალვა ირანისთვის, რომ პროქსი რეჟიმებს დაუჭიროს მხარი ბიუჯეტით, ანუ ფინანსებით და ასე შემდეგ, რაც არის ხამასი და ჰეზბოლა პირველ რიგში. ხო, ეს და მილიარდებით აფინანსებდა, ასე ვთქვათ, ირანიამად. ეხლა როგორც ჩანს, ირანელები დღეს მზად არიან ბირთვულ პროგრამასთან ერთად, ბირთვულ პროგრამის თაობაზე ნებისმიერი სახის ხელშეკრულება გააფორმონ, მაგრამ ეს მეორე და მესამე არანაკლებ მნიშვნელოვანია, მე ვფიქრობ, ტრამპისთვის და მათ შორის ამერიკელების უშუალო მეკავშირესთვის, ისრაელისთვის, განსაკუთრებით ეს დაფინანსების წყაროების ჩაჭეხვა ხამასისა და ჰეზბოლისთვის, ამიტომ მე იმისთანა შეგრძნება მაქვს მაინც, იმისთანა განცდა, რომ არ იქნება ეს საკმარისი მარტო ბირთვული პროგრამის დახურვა და მე ვფიქრობ, გარდაუვალი ხდება რაღაცა სახით და რაღაცა ფორმით, როგორი და რა ეს არ ვიცი და როდის მოხდება ეს არ ვიცით, მაგრამ ამერიკელების შეტევა ირანზე. ახლა ტრამპი შეიძლება ყოველთვის არ არის თანმიმდევრული, როგორც ჩვენ გვეჩვენება ზოგიერთებს, ან შეიძლება ძალიან თანმიმდევრულია, როგორც ხვებს ეჩვენებათ, მაგრამ ერთი რამე ფაქტია, რომ ფულის თვლა ტრამპმა იცის ძალიან კარგად და ამ ავიამზიდების გადაადგილება ლინკოლნი, ავიამზიდი ლინკოლნი თავისი ასე ვთქვათ დამხმარე ჯგუფით ესმინცების უკვე არის იქ რეგიონში. ეხლა უახლოვდება მეორე ჯორჯ ბუში, რომელიც დასავლეთ ატლანტიკიდან აღმოსავლეთ ატლანტიკაში გადაადგილდება და ალბათ ხმელთაშუა ზღვაში შემოვა. ეს ღირს მილიარდობით დოლარები. ამ ხარჯებზე არ წავიდოდა, მე ვფიქრობ, ადმინისტრაცია რო არ კონდეს კონკრეტული გეგმა რეალურად შეტევის ირანზე. ბატონვალე, დონალდ ტრამპი უშუალოდ ჩვენი რეგიონით, სამხრეთ კავკასიითაც დაინტერესებულია და ახლა ცოტა დრო ამ თემაზეც, რითაც შევეხებით თავის მხრივ იმასაც აი ამ გეოპოლიტიკურ პერიპეტიებში სად არის საქართველო. ხა როგორც ცნობილი ხდება თებერვალში და თებერვალი უკვე დაიწყო კიდეც დონალდ ტრამპის დავალებით სომხეთს და აზერბაიჯანს ეწევა შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯეი ვენსი, რომლის ვიზიტის პროგრამაშიც საქართველო არ შედის და ნახსენები არ არის. სწორედ ამ კონტექსტში მინდა გკითხოთ, რა მესიჯია ჩვენთვის, როცა რეგიონში ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ჩამოდის და ასე ვთქვათ, საქართველო მის მარშრუტში არ შედის და აქვე მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია და ამას პოლიტიკოსებიც ყოველდღიურად უსვამენ ხაზს, რომ საქართველო არ დარჩეს იმ ინიციატივების მიღმა, რასაც ქვია სამხრეთ კავკასიაში ახალი სატრანზიტო და სატრანსპორტო კორიდორის მშენებლობა. თუმცა, რამდენად მაღალი არის რისკები, რომ ეს ასე მოხდეს? ნუ თავისთავად ეს რა თქმა უნდა ძალიან საგანგაშოა, რომ ჩამოდის ვიცე-პრეზიდენტი პრაქტიკულად რეგიონში და თბილისს არ ეწევა, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს ვიზიტები ვიცე-პრეზიდენტების, პრეზიდენტის ვიზიტის გვახსოვს ჯორჯ ბუშის თბილისში. ანუ ეს ჩამოვიდა მარტო თბილისში და სხვა ქვეყნებისგან არც კი გაუხედავს. პენსი ჩამოვიდა ჩვენთან და არც ჩასულა ჩვენ ორ მეზობელთან. ერთი იყო დიკ ჩეინის ვიზიტი თავის დროზე, რომელიც ასევე აზერბაიჯანს ეწვია, მაგრამ ეს არის აბსოლუტურად განსხვავებული ვითარება. ეს იმას ნიშნავს, რომ ჯეი ვენსი ალბათ თulis რომ დღესდღეობით სალაპარაკო ქართულ ოცნებასთან არ არის არაფერი, მე ვფიქრობ, ამას ხელი შეუწყო ასევე იმ წერილებმა, რომელიც მიწერეს ჯეი ვენს და პრეზიდენტ ტრამპს საქართველოს ქართული ოცნებიდან. ანუ აქედან გაგზავნილი წერილები რომ არა, შესაძლოა ვიზიტის პროგრამაში საქართველოს მოხვედრილიყო. იცით რა შეასაქმე ახლა მაგალითად, ნუ წარმოვიდგინეთ თქვენ დიპლომატების ჯგუფი, რომელიც მუშაობდა სომხეთ-აზერბაიჯანის ამ სამშვიდობო გარიგებაზე და ამზადებდა აგვისტოს შეხვედრას ვაშინგტონში. ისინი რა თქმა უნდა მათ ხედვაში იყო ასევე საქართველოს წარმოდგენილი, იმიტომ რომ საქართველოს გარეშე სამხრეთ კავკასია არ არსებობს.
მაგრამ ეხლა ერთ წუთით რო წარმოვიდგინოთ თქვათ დიალოგი GDVS-ის კაბინეტში, ხომ? აი ბატონო ვიცე-პრეზიდენტო, ხო არ განიხილავთ საქართველოს და მე თქვათ ის წერილი გაახსენდება, რა თქმა უნდა, სადაც დიდაქტიკური ძალიან იმისთანა ჭკუის სწავლების ტონში, ასე ვთქვათ, ბატონი ირაკლი კობახიძე მიმართავდა მას და ასე ვთქვათ, ეუბნებოდა რომ ის ზონ მოიქცეს, ასე უნდა მოიქცეს. ესე იგი, უნდა იცოდე, ასე ვთქვათ, რა ემოციური სურათია, ესე იგი, რა პიროვნებებია ემოციურად ტრამპი და GDVS-ი, ყველაფერი შეიძლება, ასე ვთქვათ, მოიფიქრო მაგათან, მაგრამ ჭკუის სწავლება და დიდაქტიკა ნამდვილად არ არის ის ტონი, რომელთაც შეიძლება მათი გულის მოგება. შესაბამისად, დღეს აი ეს ემოციური თორე ისე საფუძველიც არ არსებობს, რა თქმა უნდა, არანაირი, ისიც მე ვფიქრობ, ამერიკელებს ძალიან აღიზიანებს ის ნარატივი ქართული ოცნების, რომ აი ჩვენ მზად ვართ ახალი სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობები. ხო, იმიტომ რომ ეს ხაზს უსვამს. რა არის ამაში გამაღიზიანებელი? ის რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს მილიარდობით დოლარები აქვს ინვესტირებული საქართველოს სახელმწიფოებრიობაში, მის სამხედრო პოლიტიკური და სამხედრო ტექნიკური პოტენციალის განვითარებაში, ჰუმანიტარულ დახმარებაში, ასე ვთქვათ, განათლების პროგრამებში და ასე შემდეგ. და ეხლა ეს რას ნიშნავს, ასე ვთქვათ, ახალი ფურცლიდან, რომ ეს ყველაფერი ჩვენ მივივიწყეთ, აღარ გვახსოვს არაფერი, გეპატიტთან ბრძოლის რამოდენიმე ასეული მილიონი დაფინანსებული პროგრამა მაინც არ უნდა გვახსოვდეს. ამიტომ ახალი ფურცლიდან ჩვენ რატო უნდა ჩვენ უნდა აღვადგინოთ ის აბსოლუტურად უნიკალური ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორობის კონტექსტში, რომელიც ჩვენ გქონდა და ეს იყო ძალიან კარგად სტრუქტურირებული თანამშრომლობის მექანიზმები, რითაც ჩვენ ძალიან ბევრ რამეს მივახციეთ. მათ შორის არაღიარების კონტექსტში. ამას არ პასუხი გაქვთ კითხვაზე, დღეს რა არის ის მთავარი საფრთხეები, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას? აქამდე ვიცოდით, რომ მთავარი საფრთხეები მოდიოდა რუსეთის მხრიდან. აი, საერთაშორისო იზოლაციის ფონზე ეს საფრთხეები კიდევ უფრო იზრდება, თუ აი როგორ არის შეცვლილი და წარმოდგენილი დღეს სურათი, რასაც ქვია საქართველოს საფრთხე. მე ვფიქრობ, რომ იზრდება ეს საფრთხეები, იმიტომ რომ ჩვენი სიძლიერე იმაში იყო, რომ ჩვენ ყავდა ძალიან ორი სერიოზული დასაყრდენი გეოპოლიტიკური ძალა. ეს იყო ნატო და ამერიკის შეერთებული შტატები და რა თქმა უნდა ევროკავშირი ამასთან ერთად და ის რომ ჩვენ ვიყავით ყველაზე სანდო პარტნიორი რეგიონში ამ გეოპოლიტიკური მოთამაშეებისთვის იყო ჩვენი რეგიონალური ავტორიტეტის და რეპუტაციის ძალიან სერიოზული საფუძველი. ეხლა ჩვენ დავრჩით პრაქტიკულად ამის გარეშე, ხო, ევროპასთან საერთოდ ჩაჩეხილია ყველანაირი კომუნიკაციის არხები, ნუ პრინციპში იმისთანა ლექსიკონით მიმართავენ ევროპელებს ქართული ოცნების ლიდერები, რომ ნუ დიპლომატიურ სამენას ნამდვილად ვერ დაარქმევ. ამ ფონზე რუსეთის განსაფრთხები გაზრდილია, რუსეთიდან აი რატო და რა თქმა უნდა საფრთხე ჩვენს მიმართ არის მხოლოდ რუსეთიდან, სხვა მხრიდან ჩვენს საფრთხე არ აქვს. ნუ მეორე საკითხია რომ დღეს რუსეთისგან რა საფრთხე გვამოქრა? აი რას ხედავ ახლა მე რა საფრთხეს? რუსეთის გავლენები რეგიონში სუსტდება. ხელიდან ეცლება აზერბაიჯანიც და სომხეთიც. სომხეთთან დაკავშირებით კიდე აქვს რაღაც ბოლო გაფართხალება რუსეთს, რაც უკავშირდება ივნისში, ხო, იქ შეეცდება ყველანაირად და არიან რაღაც ფიგურები, რომლებსაც სერიოზულად უჭერს მხარს, მათ შორის სომხური წარმოშობის რუსული ოლიგარქი ბატონი კარაპეტიანი, ხო, რომლის ასე ვთქვათ, ცდილობს რუსეთი რომ პაშინიანს დაუპირისპიროს ეს პრორუსული ძალები და შეიყვანოს პარლამენტში. მაშინ თუ ეს ასე მოხდა, რა თქმა უნდა, ჩვენ მოგვეცემა რაღაც ამოსუთქვის საშუალება. თუ ეს ასე არ მოხდა? თუ ეს ასე არ მოხდა, შესაბამისად რჩება მარტო საქართველოს როგორც გავლენის შესაძლებლობა სამხრეთ კავკასიაში. ეხლა ამას ისიც დაუმატეთ, რომ ჩვენ ვართ ყველაზე სუსტი რგოლი. მთელ პერიმეტრს რო გაყვეთ რუსეთის ფედერაციის საზღვრების, ხომ? ეხლა ცენტრალური აზია, იქ ჩინეთს ძალიან მკაცრადაა გაცხადებული, რომ ამ ქვეყნების გარანტი სუვერენიტეტის და ტერიტორიულობის ვარ მე, ჩინეთი, შესაბამისად ამას გაუწევს ანგარიშს რუსეთი, ბალტიის ქვეყნები ნატოს წევრებია, აქ დარჩა უკრაინა, სამხრეთ კავკასიაში აზერბაიჯანთან ხუმრობა ეხლა რთულია, იმიტომ რომ აქ ძალიან ძლიერი არმია
კარგად გაცნული, შესაბამისად თურქეთი და პაკისტანი რჩება საქართველოს როგორც და რა შეიძლება გააკეთოს მოსკოვმა და ამით უნდა აი რა შეიძლება გააკეთოს მოსკოვმა. ჯერ ერთი მოსკოვის мотиваცია ჩვენზე შემოტევის გაიზრდება ის შემთხვევაში, თუ დაიდო ზავი უკრაინასთან. რატო? იმიტომ რომ ეს იქნება კრიტიკის საგანი შიგნით რუსეთში და პუტინს დასჭირდება რაღაც სწრაფი საგარეო, ასე ვთქვათ, არეალში რაღაც სწრაფი გამარჯვება. აქ ყველაზე სუსტი წერტილი ჩვენავთ რა შეიძლება რუსეთმა გააკეთოს. მაგალითად ულტიმატუმის ფორმით მოგთხოვოს ჩვენ რკინიგზის გახსნა აფხაზეთზე. ან მაგალითად მოგთხოვოს ჩვენ იტყვის რა რომ აი ჩვენ ძირეულ ინტერესებში შედის ანაკლიის გრძელვადიანი არენდა და ჩვენ ვთხოვთ საქართველოს ხელისუფლებას რომ გრძელვადიან არენდაში მოგცეს ანაკლია. და თუ კი ეს ულტიმატუმები არ შესრულდება, მაშინ იტყვის როგორც არაერთხელ უთქვია რომ ეს ჩვენ ძირეულ ინტერესებს ეწინააღმდეგება, ჩვენ ამის გარეშე ეს არის ჩვენი აი ახლა ანვითარებს ხო ამ ნარატივებს რომ პირველ მიზეზები და ასე შემდეგ, ან და უბრალოდ ძალიან ასე ბანალურად გააგრძელებს უფრო აქტიურად მცოცავ ოკუპაციას და მაგალითად გადაკეტავს აღმოსავლეთ დასავლეთის ავტობანს და ეს არის საფრთხები რატო? იმიტომ რომ ერთის მხრივ ჩვენ ვართ იზოლაციაში და მეორეს მხრივ საკუთრივ ჩვენი პოტენციალი რეალურად. მადლობა. არა გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენ რამოდენიმე ჯერზე შევამცირეთ სამწუხაროდ სამხედრო ბიუჯეტი და მე თვითონ რუსეთსაც რა რესურსები აქვს სამხედრო თვალსაზრისით ამას გულისხმობ აი იმ ფონზე როდესაც უკრაინაში ომი ჯერ მაგრამ არ დაჭირდება ბევრი რესურსი იმისთვის რომ ეს განახორციელოს ეს თუ რა თქმა უნდა დაჭირდა და ერთადერთი შემაკავებელი ამისთვის იქნება მხოლოდ ის თუ რუსეთს ეკნება იმის შეგრძნება რომ ეს შეიძლება ძალიან ძვირად დაუჭდეს მათ შორის საერთაშორისო არენაზე, მაგრამ ეს შეგრძნება არა აქვს, ვინაიდან ჩვენ პარტნიორებთან ურთიერთობები ნამდვილად მადლობა ბატონ ვალერ, სამწუხაროდ ნეგატიურ ნოტაზე გვიწევს დასრულება, თუმცა ასე გამოდის სამოიწურა გადაცემის ამ ნაწილისთვის განკუთვნილი დრო, ამიტომ დღეს დაგემშვიდობებით ვალერი ჩეჩელიშვილი პასუხობდა ჩვენს კითხვებს, ახლა რეკლამის შემდეგ კოალიცია ცვლილებისთვის წარმომადგენელი გიგა ლემონჯავა შემოგვერთება, ასე რომ დაგვევდით. მაშასე რეკლამა დასრულებულია, ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და წარმოგიდგენთ ჩვენს კიდევ ერთ სტუმარს კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი გიგა ლემონჯავა ჩვენთან ერთად გამარჯობა გიგა და მადლობა რომ შემოგვერთით. ბატო გიგა, დავიწყოთ მოდით დღეისთვის აქტუალური საკითხების მიმოხილვა პირველ რიგში კი ქართული ოცნების კანონშემოქმედება, პარლამენტი პარტიულ და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვას დღეიდან იწყებს გრანტების შესახებ, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონებსა და კიდევ 5 კანონში დაგეგმილ ცვლილებებს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პირველი მოსმენით განხილავს საკანონმდებლო ორგანოში პროცესი დაჩქარებული წესით არ წავა, თუმცა აი გაზაფხულის ფარგლებში რეგულაციები, ახალი და გამკაცრებული რეგულაციები სრულად იქნება დამტკიცებული და ამოქმედებული. ჩვენ ამ საკითხზე არ გვისაუბრია, ამიტომ გაგვიზიარეთ თქვენი პოზიცია. სხვა შორის აი თქვენი კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი პატიმრობაში მყოფი ნიკა გვარამია ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს, რომ პოლიტიკა ზუსტად იქ იკრძალება, სადაც ის საქართველოში კეთდება, ქუჩაში, პარტიულ თუ NGO ოფისებში, სოციალურ ქსელებსა თუ მედიაში. რატომ კრძალავს ქართული ოცნება პოლიტიკას საქართველოში და თუ კი პოლიტიკა იკრძალება ყველას, პოლიტიკოს, აქტივისტს, ბიზნესმენს, მოქალაქეს, ხელოვანს, ჟურნალისტს, როგორც ამას გვარამია ამბობს, მაშინ რა აღარ რჩება პოლიტიკისგან. მოგესალმებით. მაგას ამბობს ივანიშვილი არის ამ თუ ზოგადად ეს ქართული ოცნების კრიმინალური დაჯგუფება არის აბსოლუტური უმცირესობა საქართველოში, იმიტომ რომ ვინც უმრავლესობა იმას დემოკრატიის არეშინია, ვინც დაკარგა უმრავლესობა და ვინც არის აბსოლუტურ უმცირესობაში ახლა, იმას სჭირდება ავტორიტარული რაღაც მეთოდები იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს და რუსეთის დავალებების შესრულება გააგრძელოს. ეს არის მეტი არაფერი სინამდვილეში. ივანიშვილი ცდილობს ახლა რომ აი ეს რაღაცა უკანასკნელი სინათლის სხივის ჩააქროს, ყველა ჭუჭრუტანა ამოქოლოს, ასე ვთქვათ, საიდანაც თავისუფლების სხივი შემოდის ამ ქვეყანაში. ოღონდ ამ ვითომ კანონსაც სინამდვილეში იგივე ბედიელის, რაც ნებისმიერ წინა რეპრესიულ კანონმდებლობას შეუძლებელია, რომ ამ ვითომ კანონებით გააჩერო ბრძოლა თავისუფლებისთვის. ივანიშვილმა ვერ გაიგო ერთი რამე, რომ ეს არ არის პარტიული ბრძოლა, ეს არის საერთო ეროვნული ბრძოლა, საერთო ეროვნული ამოცანა თითოეული ჩვენგანის
რომ შევინარჩუნოთ საქართველოს სუვერენიტეტი, სახელმწიფოებრიობა, ევროპული მომავალი, რომ არ დაუშვათ, რომ საქართველოს დარჩეს მარტო ერთ-ერთზე რუსეთთან, რაც ავტომატურად უდრის ჩვენი სახელმწიფოებრიობის გაუქმებას და ამის მაგალითები გვაქვს ჩვენ ხო ისტორიაში. ამიტომ რაც არ უნდა, ეხა უტევს ბევრ სხვადასხვა სეგმენტს ერთად ამ ეგრეთ წოდებული კანონმდებლობით. ეს არის სექტორზე სხვა შორის აიშალა პაპუაშვილის ირაკლი კობახიძის ხელისუფლების არაერთ წარმომადგენელს ამ დღეების განმავლობაში გაუხსენეს, რომ ისინიც NGO სექტორიდან მოდიან, ისე როგორც პერსონალურად ბიძინა ივანიშვილს გაუხსენეს, რას ფიქრობდა ის ევროპასა და მათ შორის არასამთავრობო სექტორზე მასში, როცა ნაციონალური მოძრაობის ოპოზიციაში იყო და ამბიცია ჰქონდა, რომ მოსულიყო NGO ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ისიც ესეც მინდა აუხსნათ მაყურებლებს, რომ აი დამოუკიდებელი NGO სექტორის მნიშვნელობაზე ქართული ოცნების პოზიციები აი 13-14 წლის თავზე კარდინალურად არის შეცვლილი. გასვათ, როდესაც პირველად 2023 წლის მარტში ეს რუსული კანონი დადგა დღის წესრიგში, მაშინ ჩვენ ვამბობდით, რომ ეს არ არის კანონი, რომელიც მარტო არასამთავრობო ორგანიზაციებს შეეხება. ეს არის ეგრეთ წოდებული კანონი, რომელიც შეეხება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. ეხლა დადგა ეგ რეალობა ზუსტად. ანუ მაშინ შეკითხვას რომ თვითონ ქართული ოცნება რომ კითხულობდა რატო არის ეს კანონი რუსულიო? აი ახლა გამოჩნდა რატო არის რუსული, ხო? ანუ მაშინაც შესანიშნავად ჭამდა, რა თქმა უნდა, რომ არავით არის შემხებლობა ამ ეგრეთ წოდებულ კანონმდებლობას ამერიკულ ანალოგთან არ ქონდა, ხო? ფარას უწოდებდნენ თვითონ სინამდვილეში, ის აბსოლუტურად სხვა რამეა. ის არის ლობისტების საქმიანობის დეკლარირების მეთოდი, ამერიკული ფარა და ეს კანონმდებლობა ეგრეთ წოდებული, რასაც იღებს ივანიშვილი, არის ყველანაირი თავისუფალი აზრის, ყველანაირი კრიტიკული მოსაზრების, ყველანაირი პროტესტის ჩახშობის ინსტრუმენტი. ოღონდ კიდევ ერთხელ, როგორც არ იმუშავა არც ერთმა რეპრესიულმა კანონმა, რაც ივანიშვილმა მიიღო, ზუსტად ისევე არ იმუშავებს ესეც. და ნებისმიერ ესეთ რეპრესიულ ეგრეთ წოდებულ კანონმდებლობას ელის ერთი და იგივე ბედისწერა, ერთი და იგივე პერსპექტივა ქართული ხალხის მხრიდან. ეს იცით რატომ? იმიტომ რომ კანონს ახასიათებს მოქმედების პრეტენზია. იმისთვის რომ ჩვენ რაღაცა ნორმა ჩავთვალოთ კანონად, იმას ან ნებაყოფლობით, ან იძულებით უნდა აღასრულებდეს ის სეგმენტი საზოგადოების, რომელსაც მიემართება. ჩვენ ვნახეთ, რომ ბევრი ეგეთი ეგრეთ წოდებული კანონი მიიღეს, ტარგეტირებული, მიზნობრივი, კონკრეტულ საზოგადოებრივ ჯგუფზე გათვლილი, რომელმაც არ იმუშავა. იმიტომ რომ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც იბრძვის თავისუფლებისთვის ამ ქვეყანაში, არ აინტერესებს ივანიშვილის ეგრეთ წოდებული კანონები, არ არსებობს ფურცელზე დაწერილი არც ერთი წინადადება, არც ერთი ეგრეთ წოდებული სამართლის ნორმა, რომელიც შეაჩერებს ხალხის სწრაფას თავისუფლებისთვის. ამიტომ ეს კანონი არ არის სინამდვილეში და შესაბამისად არ უწერია მოქმედების პერსპექტივას. ბატონ გიგა, ქვეყანაში შექმნილი ვითარების ფონზე აი გასულ კვირას გახდა ცნობილი ამ გადაწყვეტილების შესახებ და ის იცის მაყურებელმა ეუთო აქტიურებს საქართველოსთან მიმართებაში მოსკოვის მექანიზმს, რაც როგორც პოლიტიკოსები და იურისტები გვეუბნებიან, ნიშნავს სწორედ საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით უკიდურესად გართულებული ურთიერთობის, უბრალოდ გართულებული ვითარების მდგომარეობის აღიარებას. ხო, რამდენიმე დღის წინ თქვა ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, რომ ეუთოს მიერ მოსკოვის მექანიზმის გააქტიურება წარმოადგენს პირველ საერთაშორისო ტრიბუნალს ივანიშვილის წინააღმდეგ. რამდენად შეგვიძლია ეს გადაწყვეტილება ამ ჭრილში დავინახოთ, თუ ეს შეფასება მაინც ცოტა გადაჭარბება? მოსკოვის მექანიზმი არის ყველაზე უფრო მძლავრი საერთაშორისო საგამოძიებო მექანიზმი ეუთოს არსენალში. მოსკოვის მექანიზმის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ჯგუფს, რომელიც შედგება, აქვს ყველა საგამოძიებო უფლებამოსილება. ეს არის ადგილზე ჩამოსვლა, ვითარების გაცნობა, ყველა მტკიცებულების მოთხოვნა, ყველა დოკუმენტის მოთხოვნა, შესაბამის ადამიანებთან პირდაპირისპირ ინტერვიუები, ანუ მათი გამოკითხვა მერე დაოქმება ამ გამოკითხვების. ანუ ყველანაირი საგამოძიებო უფლებამოსილებით აღჭურვილი მისია იქნება, ასე ვთქვათ ეს. რაც თავისთავად არის ძალიან მნიშვნელოვანი. თვითონ ეს განაცხადის, რომ ეგ მოსკოვის მექანიზმი ამოქმედა საქართველოსთან დაკავშირებით, უკვე ძალიან მძიმე ვერდიქტია ივანიშვილისთვის, იმიტომ რომ 1991 წლის მერე რაც ეს მექანიზმი შეიქმნა, სულ 16 ჯერ არის ამოქმედებული და თქვენ რომ ნახოთ რა შემთხვევებშია, ეს არის ადამიანის უფლებების უმძიმესი დარღვევები. ეხება უკრაინის ამბავს, მაგალითად, აი ჩეჩნეთის ამბავს, ბავშვების იძულებით დეპორტაციას,
ადამიანის უფლებების უძიმეს დარღვევებს ეხება. თავად ის ფაქტი, რომ მოსკოვის მექანიზმი ამოქმედა საქართველოსთან დაკავშირებით, ეს უკვე, ნორმალური ხელისუფლების პირობებში ეს უკვე იქნებოდა განგაშის სიგნალი. თუმცა, რა თქმა უნდა, ივანიშვილი არ არის ნორმალური ხელისუფლება, ამიტომ ჩვენ უნდა მაქსიმალური აქცენტი გავაკეთოთ მოსკოვის მექანიზმის პრაქტიკულ შედეგებზე. რა პრაქტიკული შედეგები იქნება? მაყურებელს რო ესმოდეს ზუსტად რა პროცედურაზე არის ლაპარაკი, აქ შედგება ექსპერტთა ჯგუფი, რომელსაც ექნება საგამოძიებო უფლებამოსილება, რომელიც ჩამოვა საქართველოში დიდი ალბათობით. თუმცა ჩამოსვლის გარეშეც აკეთებენ ხოლმე ანგარიშებს 2011 წელს მაგალითად ლუკაშენკომ არ გასცა ვიზები მოსკოვის ექსპერტთა ჯგუფის წევრებისთვის. ვიზები ბელარუსში ვიზები ჭირდებოდათ. საქართველოში ვიზა არ დაჭირდებათ, მაგრამ ერთადერთი ბერკეტი რაც ივანიშვილს აქ საზღვარზე არ შემოუშვას ეს ხალხი. თუმცა ეს იქნება უფრო მძიმე შედეგებით დასრულდება ივანიშვილისთვის. ვიდრე იმას რა შეიძლება იყოს შესწავლის საფუძველი. ნიკა გვარამი ავახსენეთ თქვენი კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი ინტერვიუს დასაწყისში და ახლა კიდევ ერთი ლიდერის პოზიციას გავაცნობ მაყურებლებს. ამ შემთხვევაში ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ მეუთოს მექანიზმის ამუშავება მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტს უნდა უკავშირდებოდეს. აი რა შეიძლება მიანიშნებდეს იმაზე, რომ ეს შეიძლება იყოს სწორედ BBC-ის სკანდალურ რეპორტაჟზე საერთაშორისო საზოგადოების პასუხი, იმიტომ რომ თვითონ ეუთოს 24 ქვეყანა იმ განცხადებაში, რომელსაც ავრცელებს და საიდანაც გვამცნობს ამ მექანიზმის ამოქმედების თაობაზე, არაფერია ნათქვამი 2024 წლის აქციების დაშლის საკითხზე. ეს განცხადება არ არის, ეგ არის შვედეთის ელჩის ზეპირის სიტყვა ეუთოს მუდმივ საბჭოზე. და სრული ტექსტი გავრცელდება და იქ ბევრად მეტი დეტალი იქნება. ანუ მაგ ტექსტით ჩვენ ვერ ხელმძღვანელებთ. ეგ არის მიმართვა მუდმივი საბჭოსთვის. უბრალოდ მოკლედ მოახსენა, რომ მოსკოვის მექანიზმი საქართველოსთან დაკავშირებით მოდის მოქმედებაში. თუმცა მაგვე ტექსტში არის, რომ ადამიანის უფლებების სისტემურ გაუარესებას და სისტემურ დარღვევას ეხება, ეგ არის მოსკოვის მექანიზმის მანდატი, სხვა არ არის და საქართველოში ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევა ძირითადად მოიცავს ორ ასპექტს. ეს არის ერთი მშვიდობიანი დემონსტრანტების წამება და ეს წამება არის სისტემური, ეს არ არის ეპიზოდური. ეს წამება რომ სისტემურია, ამას ადასტურებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილება 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით, სადაც სასამართლომ დაწერა, რომ მესამე მუხლი ევროკონვენციის, ანუ წამების აკრძალვა დაირღვა როგორც შინაარსობრივ, ასევე პროცედურულ ნაწილში, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო მაწამა ადამიანები და მე არ გამოიძია წამების ფაქტები. ანუ ის, რომ საქართველოში არის სისტემური წამება მშვიდობიანი დემონსტრანტების, ეს ჩვენი პოლიტიკური განცხადება კი არ არის, ეს არის სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს იურიდიულად დადასტურებული ფაქტი. ეს ერთი. მეორე, ეს არის ქიმიური იარაღის გამოყენების საკითხი, რომელმაც ბიძგი მისცა, რა თქმა უნდა, საერთაშორისო სამართლებრივ საგამოძიებო მექანიზმებს, მათ შორის მოსკოვის მექანიზმსაც. ანუ ეს არის ორი უმნიშვნელოვანესი საკითხი. იმის გარდა, რომ გამოხატვის თავისუფლება დარტყმის ქვეშ არის, იმის გარდა, რომ სიტყვის თავისუფლება დარტყმის ქვეშ არის, ამის გარდა ორი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი არის ადამიანების სისტემური წამება, რომლის ნაწილიც არის ქიმიური იარაღის გამოყენება. ეს არის ფაქტობრივი მოცემულობა ჩემთვის, რომ მოსკოვის მექანიზმის ამოქმედებას ამ ამბავმა დაუდო საფუძველი. მას მერე რაც ექსპერტთა ჯგუფი შედგება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მექანიზმის ამოქმედება იყო გამოხმაურება იგივე რამდენიმე დღის წინ სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატების მიერ გამართულ ბრიფინგზე და ამ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც ევროპელმა პოლიტიკოსებმა ქართველ პოლიტიკოსებთან ერთად საერთაშორისო გამოძიების დაწყება მოითხოვეს სწორედ 2024 წლის აქციების დაშლის საკითხზე და სხვა შორის მაყურებლებს მინდა უთხრა, რომ ერთ-ერთი პოლიტიკოსი ქართველებს შორის თქვენც იყავით, არა მხოლოდ ამ ბრიფინგზე, არამედ ევროსაბჭოში კონკრეტულ ღონისძიებაშიც მიიღეთ მონაწილეობა, სადაც აქციის დაშლისას დაშავულმა ერთ-ერთმა პირმა მარიამ გელოვანმა საკუთარი ისტორიაც მოჰყვა. ეს უკვე არის გამოხმაურება ევროპელი პოლიტიკოსების მოთხოვნაზე თუ არ ვიცი კიდევ რა სიგნალები შეიძლება წამოვიდეს უცხოეთიდან და როცა საქმე ეხება 2024 წლის აქციების დაშლის მოვლენების გამოძიებას. სტრასბურგში ჩატარებული ბრიფინგის გამოხმაურება მოსკოვის მექანიზმის ამოქმედება ჩემი აზრით არ ყოფილა, იმიტომ რომ მოსკოვის მექანიზმის ამოქმედება ერთ დღეში არ ხდება. აქ არის საჭირო მინიმუმ 10 ქვეყნის მიმართვა ეუთოს პრეზიდენტის იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც პრეზიდენტობას ახორციელებს ეუთოში. ამ შემთხვევაში იყო არა 10, არამედ 24 ქვეყნის ერთობლივი მიმართვა.
ამიტომ მე არ ვფიქრობ, რომ სტრასბურგშია გამართული ბრიფინგის პირდაპირ შედეგი არის მოსკოვის მექანიზმი, თუმცა ისიც ფაქტია ჩემთვის, რომ სამოქალაქო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების ერთობლივმა მუშაობამ საბოლოო ჯამში შედეგი გამოიღო და მოსკოვის მექანიზმის ამოქმედება ქართული ხალხის გმირული წინააღმდეგობის ბრძოლის უკან არ დახევის შედეგი და მეორე მხრივ პოლიტიკური კლასის და სამოქალაქო ორგანიზაციების კომპეტენტური მუშაობის შედეგი. ამაში დარწმუნებული ვარ. რაც შეეხება ევროსაბჭოში ვიზიტს, ევროსაბჭოში ჩვენ გვქონდა შეხვედრები ეროვნულ დელეგაციებთან, ეს იყო გერმანია, ეს იყო გაერთიანებული სამეფო, ეს იყო საფრანგეთი მათ ეროვნულ დელეგაციებთან, ასევე ევროსაბჭოს სხვადასხვა ინსტიტუტის წარმომადგენლებთან. ადამიანის უფლებათა კომისართან და სხვა ვენეციის კომისიასთან და სხვა ინსტიტუტებთან ევროსაბჭოში. ჩემთვის პირადად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების საკითხთან დაკავშირებით, ადამიანების სისტემურ წარმოებასთან დაკავშირებით, საერთაშორისო სამართლებრივი წნეხი იყოს, რაც შეიძლება მასშტაბური, რაც შეიძლება სისტემური და რაც შეიძლება მტკივნეული რეჟიმისთვის. მოსკოვის მექანიზმი არ არის ერთადერთი საერთაშორისო საგამოძიებო მექანიზმი, კიდევ ბევრი სხვა არსებობს. არსებობს გაერო სპეციალური მომხსენებლები და გაეროს მაგალითად წამების აკრძალვის საწინააღმდეგო კომიტეტი ან ადამიანის უფლებათა საბჭო. იქ არსებობს მაგალითად ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ადამიანის უფლებების დარგში. ევროსაბჭოს შესაბამისი ინსტიტუტები, როგორც საპარლამენტო ასამბლეაში, ასევე ადამიანის უფლებათა კომისრის მიმართულებით და ასევე ბევრი სხვადასხვა ინსტიტუტი მოკლედ. იმის თქმა მინდა, რომ ეუთოს მოსკოვის მექანიზმი არ იქნება ერთადერთი საერთაშორისო საგამოძიებო მექანიზმი. ჩვენ მუშაობთ ბევრი სხვადასხვა მიმართულებით და ჩემი აზრით უმნიშვნელოვანესია, რომ საერთაშორისო ასპარეზზე გაჩნდეს განცდა, რომ ქიმიური იარაღის გამოყენების საკითხის გამოძიება უნდა იყოს კომპლექსური, არა მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის გამოყენებით, არამედ ბევრი სხვადასხვა საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტის გამოყენებით. ეგ არის ჩვენი ამოცანა და დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებით შევასრულებთ. მადლობა ბატონო გიგა იმისთვის, რომ მოხვედით და უპასუხეთ ჩვენს კითხვებს. გიგა ლემონჯავას დავამშვიდობებით. დღის ნიუსრუმი ამით დასრულებულია. ერთმანეთს უკვე ხვალით 11-ზე შევხვდებით. ნახვამდის.